დღევანდელ ვიდეოში ჩემი მიზანი იქნება რომ გადავკვეთო 4 ქვეყანა ავტოსტოპით და კარვით. ჩემს განკარგულებაში კი იქნება მხოლოდ 20 евро. და ვნახოთ რა გამოვა ამჯერად. ჩემი მოგზაურობა კი იწყება გერმანიიდან, კერძოდ შტუტგარტიდან. და მე მომძრაობს ერთი კონკრეტული მისია. რამენაირად უნდა მოვახერხო და ამ მცირე ბიუჯეტით გავიარო 1000 კილომეტრზე მეტი და ჩავიდე სლოვენიაში ამბასადორბეთის მიერ დათქმულ დროს და ადგილას. თუმცა იქამდე მოსახვედრად მე არ მაქვს უფლება გამოვიყენო რაიმე სხვა სატრანსპორტო საშუალება ავტოსტოპის გარდა და ასევე არ მაქვს უფლება სასტუმროში ან ჰოსტელში დარჩენის. თუმცა ეს ჩვეულებრივი ავტოსტოპი არ იქნება. ეს იქნება თავგადასავლების სირთულეების და სპონტანურობის პიკი. აი, ეს არის სილამაზე. და მე თქვენ განახებთ იმას, თუ როგორ არის შესაძლებელი ძალიან პატარა ბიუჯეტით მოგზაურობა თქვენს საოცნებო ქვეყნებში. და ჩემი არხის გენერალური სპონსორი მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში გახლავთ ამბასადორბეთი, ვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ. მოგესალმებით მეგობრებო გერმანიის ულამაზეს ქალაქ შტუტგარტიდან. აშკარად შტუტგარტში არ ვარ ხო? სწორედ ესე უნდა დაწყებულიყო ჩემი ვიდეო გერმანიაში. თუმცა მოხდა ის, რასაც არ ველოდი. ჩავედი შტუტგარტში, შევდეგი ჩემს საქმიანობას და დიდხნიანი ლოდინის და 5 მანქანის გამოსვლის შემდეგ მოვადექი მე მინგენს. თუმცა უეცრად პოლიციის მანქანა გააჩერა. English? I have to go. Okay. Rüber! Okay, can I Rüber! და ეს რა ამგვარად აღმოჩნდი განყოფილებაში, სადაც 3 საათი გავატარე. და ყველა მასალა რაც გადაღებული მქონდა, წამაშლევინეს. მეგობრებო, მოკლედ პირველივე დღეს არც თუ ისე კარგი რამ გადამხდა, იმიტომ რომ განყოფილებაში ვიყავი, ახლობით 3 საათი, პოლიციამ გააჩერა, გადამიყარა ყველა ნიუთების, რაც მედო გზაზე, ფეხით, ყველაფერი ტელეფონიდან წამიშალა, გამჭხრიკეს, ყველაფერისაც თავად ამოიღეს და აი, მეგონა კრიმინალი ვიყავი, მართლა ისე რაღაც ისეთები გააკეთეს. როგორც აღმოჩნდა გერმანიაში ავტობანზე ავტოსტოპი აკრძალულია, მაგრამ მე სხვა გამოსავალი მაინც არ მქონდა. რადგან ჩემ წინა ავტოსტოპის მანქანამ სწორედაც რომ მან გამიჩერა. ეხლა ჩამომსვეს სადღაც, ანუ აი რაღაც პარკინგზე და ხო ბნელდება უკვე. ეხლა უნდა ვიყო რამენაირად გამოსავალი რომ წავიდე, აი არ ვიცი მართლა ეხლა აი ამ შუაღამისას მანქანები უკვე ესე განათებას უკვე ნაკლებია და როგორ ვინმე თუ გამიჩერებს, აი არ ვიცი. გადაწყვიტე დრო აღარ დამეკარგა და იქვე პარკინგზე შევუდექი ჩემს საქმეს. Austria? No, okay. Thank you. ამასობაში კი უკვე ბნელდებოდა და ჩემი იმედებიც ნელ-ნელა იწურებოდა. I go to the Lake of Constance, sorry. Your sign isn't good to read because it's quite dark. Really? Yeah. I'm waiting for the lights to go. რადგან ბედი ჯერჯერობით არ მწყალობდა, დავიწყე სხვა გამოსავალზე ფიქრი. მეორე ვარიანტი არის, იქ არის McDonald's. იქ რო დავიძინო, თუ 4 საათიანი. და მეორე დღეს გავიღვიძო და წავიდე. ნელა კი უფრო და უფრო ბნელდებოდა და ჩემი იმედებიც იწურებოდა. Austria? აშკარად შეამჩნევდით რომ დაბნელდა მე შევამჩნიე. და ჩემს საბედნიეროდ ღამის 10 საათზე გამოჩნდა წყვილი, რომელმაც შემომთავაზა წაყვანა ავსტრიაში. So your goal is anywhere in Austria. Yeah. We can bring you there. It's like 45 minutes. Okay. Yeah, let's go. Yeah, perfect. Thank you very much. I appreciate it. მოკლედ ესე სპონტანურად გამიჩერეს და ანუ აქ ცხოვრობ, მაგრამ წაგიყვად ავსტრიაში და მოკლედ ვიდი არ ვიცი იქ სადავრჩები, მაგრამ just one. Yeah. Appreciate it. I'll keep one for tomorrow. დღეს არ მიჭამი არაფერი, შეცრეში ვარ, არაფერი. ფული არ დამეხარჯი არ. აკაი. და გავუდექით გზას ავსტრიისკენ. თუმცა რადგან დასარჩენი არსად არ მქონდა, ავსტრიის საზღვართან იყო ერთი პატარა ადგილი, სადაც შემეძლო ჩემი კარვის გაშლა. და იქვე ჩამოვედი. Thank you very much. Appreciate that. If you were not there, I don't know where I would stay. Hallo, არ მიჭერა. არ მიჭერა. გამის 12 საათზე სადღაც middle of nowhere მომიყვანეს. ესე დიდი გამოცდილება სიმართლე რომ გითხრათ არ მაქვს რა ეს კემპინგის და მაგ თემების. ჩემი ტყარავი ესე არასდროს არ მომწყვეს, ვიღაც მეგობრებთან ერთად ვარ, მაგრამ შია. ეხლა უკვე ცივა კიდევაც. ესაა ცხოვრება.
ანუ ხო ძალიან სიგიჟე დღე მქონდა, მაგრამ ჩამოვედი სადღაც. კაი, კარავი გავშალოთ ხა ჯობი. ეს კარავი რომელიც არის კილონახევრიანი არ არის, ანუ უფრო მსუბუქია და ეს გასაშლელი ეს რო ჩავღუნდე ეს კიდე მატრასი. ნუ აქ ყველაფერი კემპინგისთვის რა სჭირდებოდა, კემპშიერმა ესე ვთქვათ გამიზიარა, კემპშიერმა გამიზიარა და ეხლა შეიძლება დღეს ვერ ხედავთ, მაგრამ ხვალ განახებთ როგორი კარგი რაღაცეებია და როგორი მსუბუქი რო ანუ შეგიძლია ატაროთ, თან მოგზაურობთ, თან ყველაფერს შორის და იმასაც დავამატებ რომ ანუ დაუშვე და კიდევ არ გინდა. აკირავე მე კიდევაც და ძალიან ჯიგრები არიან შემოვლება გულში რომ აი ესე გამომატანეს აჰა წადი ძმაო რაც გინდა ის გიქნიო ჯიგრებია გობრებო კომენტარებში დაწერეთ რა გვაქვს მიდეკარავს საერთო და პასუხი არის ორივე იდეალურები ვართ მე აიყვაზე ხარჯი ზუბას ვიზავა იმენა შინტოზე რა ვიზარ დავაჭაგრინებ აჯიკა არ ვიცი შენი თვალები რამ შენაყვა მაყვალა გვია რომ მოვედი უფასოდ გამოვწვერი მეტია ხვალ არავინ არ დამატკიბა რომ აქ რა გინდა რატო გიძინა არა მაქვს არ ვიცოდი რა ვქნა ჰე აბაჰო ხვალამდე დილამში დობისა ყველას თელი დღე წუნდა გაღვიძება არ მინდოდა იმიტომ რომ წუნდა გარეთ გაშვა ამინდა ხელი დღე კიდე წვიმა გამოცხადებული ესეთი კარგი ამბავი დამემთხვა ამინ შეხედეთ სულ წვიმს ლამაზი ყოფილა აქაურო ძალიან მაგარი გლოზი აი ჩემი კარავი აი ლამაზი კარავი ეხლა დროა დავშალოთ თუმცა ალბათ შემატყობთ რომ მე მოსალოდნელი წვიმიანი ამინდის გამო გაჩერებას მაინც არ ვაპირებდი მოკლედ ყველაფერი ავალაგე ახალი ბანერიც გავამზადე, რომ წავიდე. ან რა ლამაზია, აქაურობა, მართლა, მეგობრებო, აი აქ რო იგვიძებ. ძალიან კაი, უბრალოდ ეხა რო წვიმს თან. აი, ეს ჩემი მეგობარი, ჩემი მოგზაური ამბა. ეს არის ჩემი თილისმა. არა უშავს. კი წვიმს და კი ცუდი ამინდია, მაგრამ აიცა, ამბა ძმაო. აჰა, ეს უფრო ლამაზად ვარ. აი, აქ უნდა დავდგე ესეთ ადგილას და ვიავტოსტოპო. წვიმიან ამინჩი მოგზაურობა საწვიმის გარეშე არის თუ ისე კარგი იდეა აღმოჩნდა. თუმცა კარგი იდეებით მე ნამდვილად არ გამოვირჩევ. გზა დაგილოცეთ. ვინმე შეგეცოდოთ მაინც ბიჭო. წვიმს რა მაგარი ხედია. ვაიმე, ნეტა ვინმე გადაგვიღოს ახლა სურათი. ალი მესხმევა ნელაია. ბევრი ვიცადეთ ცოტა, როგორც იქნება ვიღაცამ გამიჩერა მანქანა. გამიყოლეთ რა იქნება თუ არა დავიტირებ. Op. Sorry, are you going here? No, Sandhofen. It's that side? Okay. ამის შემდეგი გამოვიცვალე ერთი მანქანა. Thank you very much. მეორე მანქანა. მესამე მანქანა. ეს და ამგვარად უახლოვდებოდით ავსტრიის ერთ-ერთ ქალაქს შარნიცს. და როგორც იქნა, აი მოვედი და ავსტრიაში შევსულა. მე რა დავხედე რუკას. მეთქი, ავსტრიაში ვარ? ხო, ავსტრიაში შემოვედი თო ეხაო. ამ მოგზაურობას ყველაზე მეტად რაც ესე ვთქვათ, მიკომფორტულებს არის ის რომ ინტერნეტი მაქვს ყველა ქვეყანაში. მობილექს აქვს ესეთი ფუნქცია, რომ ანუ შეიძლება გააქტიურო ინტერნეტი ევროპის ქვეყნებში და ან ყველა ევროპის ქვეყანაში სადაც არ უნდა წახვიდე, გაქვს ინტერნეტი. ეს როგორ შევა ჩემთვის, იმიტომ რომ დავიკარგო, ვიცი რომ ინტერნეტი ყველგან იჭერს ევროპაში, ეს საერთოდ კარგი ინტერნეტია, ხალისხიანი და თუ თქვენს გინდათ და თქვენს გადაწყვეტ მოგზაურობას ევროპაში ან სხვა ქვეყნებში, შეგიძლიათ შეიძინოთ მოვინექს ინტერნეტი. გამოვიყენოთ ჩემი პრომოკოდი და 15%-იანი ფაზეკლება გექნებათ, კარგი ინტერნეტი გექნებათ და შეგიძლიათ მე დამლოცოთ. თქვენ მე დამლოცოთ, მე ბინექს დავლოცო და ესე კაცო დაბერა წავით ჭამთ კაცო მოკლედ შევიძინე ეს დიპერეცელი რაღაც პური ბანანი ეს და წყალი და დაახლოებით დამიჯდა 4 და 50 евро ძალიან ბიუჯეტურად როგორ ჭამოთ აი ესე როგორ მშია მაგრამ ესეც კაი და კი ზოგჯერ როდესაც ესეთი მცირე ბიუჯეტი გაქვთ ყველაფერი გეგმრიელებათ როცა გშია შენ დიდი კატამაძე რაღაც ნიკერსის რეკლამა და რაღა ეს Thank you very much. ამის შემდეგ კი განვაგრძე ჩემი ავტოსტოპი და ძალიან ბევრი მანქანა გამოვიცვალე.
და ჩამოვედი. არ ვიცი სად. შემდეგი ავტოსტოპი და გაჩერება. Hello. Are you going? Okay, thank you. Thank you. Bye bye man. და ესე დამგვარად აღმოჩნდი იტალიაში. არ ვიცი იტალიის არაფერს არ გავს, მაგრამ იტალიაში ვარ. Sportivo Convenzione. Sarà perché ti amo. შემდეგი ლოკაციის ჯერიც მოვიდა, რადგან იტალიაში ვარ. Იტალია. რომელ ქალაქში წავიდე ხოლმე ChatGPT-ს ვეკითხები. იმან უფრო კარგად იცის. რა როგორანაირი მევასები. ყველაფერი მე ChatGPT ძალიან ახლო მეგობრები ვართ. ჩემ ძვაკაცი ახლო ძვაკაცები ვართ მე და ChatGPT. თქვენც ეგრე ხართ? ChatGPT-ს. სად არის Bolzano. Bolzano. Oh. ჯერ Bolzano გინდა. ეს იტალია მაინც მივაწერე, იმიტომ რომ იტალიელებს გავხარდებათ. იქნება ის ვერ დაინახონ. იტალია, მოკლედ, ღრმად შემიყვანონ იტალიაში რა. იტალიის გულე დამანახონდათ ეს ხო. კიდე ერთ მომხრამ გამიჩერა, ეხლა იქ ვერ დაგანახებთ, ვერ შეგახედებთ, მაგრამ ბოლზანოსკენ მიდიო, რომელიც არის უფრო ესეთი დიდი ქალაქი, მაგრამ იტალიაში. ნახოთ რა იქნება შემდეგი რომელზე ჩავალ, მე მგონი უკვე გვიანდება და უნდა ვიზრუნო დასარჩენზე. სად დავიცნო? ჩემთან საბედნიეროდ ავტოსტოპზე სულ კეთილი ადამიანები ხვდებოდნენ. A little for eat. Okay, thank you. Okay. Yes. Oh my god. Okay. Thank you very much. Good luck. Grazie mille. Okay. Sì. Ciao. მაგრამ შიო და რა კაი ხალხია, მიყვარს კეთილი ხალხი, ესე რომ გამიმასპინძლდნენ ეგრევე. მაგრამ ფიოლა. აუ რა ჯიგარი ხალია, რა მხილა სენდვიჩი გაუკეთებია. თან უკან მივიდა. აუ მიყვარს ეს ხალხი. ნახეთ ავტობანზე შესვლას. იტალიური სალამი. ამის შემდეგ დრო მოვიდა რომ ჩემი გზა გამიგრძელებინა, რადგან ნელ-ნელა ძალიან ბლენდებოდა. ეხლა ნახე რა იდეა მომივიდა. ამას ხო ვერ გადავაგდებ. ამიტომაც ესე მეჭირება რა. რომ ეს ნაგავი არა მაქვს, ვერც ვერ გადავყრი. მე გარემოს ვფრთხილები. ამიტომაც ესე მეჭირება რა. იმიტომ რომ ამის ცალკეთრევა ძალიან რთული იქნება. აი, ნახეთ რა გადაჩანს. აუ პოლიცია მოვიდა ისო. პოლიცია გული გამისკრა იმისი გააჩეს. აღარ მინდა პოლიცია მეტი რა გინდა და არ ვიცი სად ავდგე სხვაგან. გავარ ხეჯის გვერდო არ გამბონა. ამღალეს რა. თუ გამიჭერა კეთილი ხარ. აუ ზოგი ისე მიქრევს ხელს რომ აუ ძმაო არ ვიცოდი ხა იქით რომ არ მიდიოდი რა. შემნარი კაცი არ ხეინად გინახავ საღამოში საათი ავტოსტოპზე იდგეს. რო დაბლენდეს სუპერ ხელზე კიდია. იქით თუ მინდი ხარ ჩემი ხარ. დევიღალე. სო მურჩა. მეგობრ რა გახდა გამოიწეთ ახია კაცი რაღაცა ვაგაც შრომ წვალო. ერთი subscribe ბატონი დაჭირე და მორჩენილი ამბავ. თუ მოგწონს ვიდეო და თუ არ მოგწონს კი არ გაძალებ კაცს. მაგრამ რატო არ უნდა მოგწონს აქამდე თუ მიყური. არა ლოგიკაში ვუჯდებით ხო ერთმანეთს. ამოიწერე. და დღეისათვის ეს არის ჩემი ბოლო გაჩერება. მივდივარ ტრენტოში. და ეხლა უნდა ვიყო იქ ალბათ სადღაც ხამეს გავათევ კარვით. ეხლა ვეძებ რაღაც ადგილებს. ხალხი რომ მეკითხება სად შემე? არ ვიცი რა სადაც დავიჭერე. აპდეიტს გეტყვით ხა უცებ, აქ ხედავთ ერთი სახლი, აქ ვიღაცა მივედი და ვკითხე, რომ გავშალო აქეთ თუ შეიძლება კარავიო, ჩემს პრობლემა არა, რაც გინდა ისქენი. და აი ესეთ ადგილას აქ აი არ ვიცი. თუმცა ჯერ არ ვიცოდი იმ ფაქტის შესახებ, რომ კარავს აქ ვერ გავშლილი. რატო ღმერთო? ჯოხები დამრჩა. ანუ კარავით ნავაწყო. ეგ დამრჩა ავსტრიაში. ანუ გავშალე ყველაფერს დავარ მეთქი всё. ვერ ვიჯერებ რა დებილი ვარ, როგორ დამრჩა. ანუ არაფერი რატო არ მიდის ისე როგორც რაღაც ხო შეიძლება დაგეგმილის მიხედვით წავიდეს. კაი რა. მაგრამ მე რადგან ნამდვილი იუთუბერი ვარ და ჩემი სიტყვის შემსრულებელი, მომაფიქრდა ერთი ძალიან კარგი იდეა. ამასობაში კი სანამ მე ადგილს ვეძებდი, ჩამოვნილდა. ნუ მკითხავთ რა შვებით, ცოტა ხანში ნახავთ. მკითხავთ, ნუ მკითხავთ სადა ვარ, სადღაც აი ესეთი გამოიყურება ეს.
დავიფინე აქ თბილად რო ვიყო. კი არა და რბილად ეს რო არ მომპარო. ძალიან დასწრებული ვარ, მაგრამ ერთი იცოდეთ მეგობრებო, ნამდვილი იუთუბერი თავისი ტყას ბოლომდე მიიყვას. მე 8 დღე კუბოში ჩავა და ჩრდილოეთ კორეაში წავა. აი, ესე გამოიყურება ჩემი ისე. აი, კაის ტრასა. აი, რაღაცები. აი, მე ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ ამაში მე შევძვრე ხა. აბა და ხვალამდე. აი, გათენდა. გლანშენი დაკეთ რა მაგარ ადგილზე. არა, ეს ვერ დავინახე გუშინკა. გავცივდი, არ ვიცი, ჩემი ცუდად ვიყავ. ხარ რომ მივერავდა თავი, ხოდა აი ამაში ხოდა აყობე ბოლობდი, მეთქი ამერე ვეღარ სუთხავდი. მაგრამ რო გათენდა, მეთქი კიდია ძბაო, არ გავიხვიძებს ხო? იმიტომ რომ ძალიან დაღლილი ვარ და არ მაქვს ბუღა მიყავ. თულია, კი, არ არის მარტივი ისეთ გარემოში ყოფნა, მაგრამ ახეთ მე ესე წარმომიდგენია რა. ეხლა შეიძლება მაქვს ეს ფული, მაგრამ რო არ მქონოდა, ხო ესე მოგზაურობდი. თუ მაგრამ მინდოდა მოგზაურობა, ესე რა იაფად რა. და ესეთი რაღაცები გადამხდენოდა. პლუს ამას რომ განახოთ თქვენ როგორ შეიძლება მართლა მარტივად იაფად მოგზაურობ. Thank you very much. No problem. შევდეგი ჩემს საქმიანობას და გავაგრძელე ავტოსტოპი. თუმცა უკვე ძალიან დაღლილმა. თუმცა მქონდა ერთი მიზანი, რომ მივსულიყავი ამბასადორ ბეთის მიერ დათქმულ დროსა და ადგილას. რაცა მოვიდა, გაგიყვანა. What's your name? Valentina. George. თუმცა როგორც ველოდი, გზად ძალიან გამიწვია. არ ვიცი ხედავთ თუ არა მან, მაგრამ მაგრა გაწვიდა. აი, ამაზე მიხვდებით. ვაა, საწყლიც! შეპარებული არ და ხეო. ანუ ჩემი კარდონი გაფუჭდა. მე ხომ უბრალოდ მშია და მწყურია. ამ ხელაწყალი ხო არ მithოვი. ეხლა სანამ მაგრა წვევს და მაინც ველოდები რომ ცოტა გადაიღოს რომ გავიარო, თქვენ იცოდით რომ მე იტალიაში ვსწავლობდი ადრე 3 წელი ვსწავლობდი. იტალიური ესე კარგად არ ვიცი, მაგრამ ნუ აქ ვსწავლობდი. და ანუ თქვენს თუ გინდათ ეგეთი გამოცდილების მიღება რომ ანუ ევროპაშია, იტალიაში, თუნდაც ამახვიდეთ სასწავლებლად, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი იძლევა ეგეთ შესაძლებლობას, რომ ანუ შეგიძლიათ ერასმუსის გაცვლითი პროგრამებით ძალიან ბევრ სხვადასხვა ევროპის უნივერსიტეტებში ჩამოხვიდეთ, ისწავლოთ, მიიღოთ ის გამოცდილება, რომ თუ რა არის უცხოეთში ცხოვრება, მარტო დამოუკიდებლად, და ასევე ნახოთ თუ როგორია აქაური სწავლა. ყველაფერი ან ძალიან მაგარი პროგრამები აქვს, ასევე საზაფხულო პროგრამებიც აქვს. საბავშვოში ასევე არის ძალიან ბევრი სხვადასხვა ფაკულტეტი და სწავლასთან ერთად აქ არის ურთიერთობა, რაც ჩვენ გვევასება რა, ზოგადად ხალხს. აი, როგორ წვის, ბიჭო? მაგრამ აი მე აქ ვეღარ გავხაჩავს, მე წავიდე. არა, ეს მისოლდება და ეხლა ჩემი თავი დამისოლდეს თუ კარდონი მაგას ვიქნა. მაგრა წვიმს და არ ვიცი. არ ვიცი რა ვქნა, ხის ქვეშაც აზრია რა. დავსრედი. აღარ ვარგი ვარ, კაცადო. დანანანა, კაცადო. ჩემ კარდოს აღარ აწავიდა. ნახეთ რა ლამაზია. აი, ეს არის სილამაზე. აღმოჩენები ვაიმე მომხდა. და რადგან უკვე 3 საათი იყო და მთელი დღე არაფერი არ მქონდა ნაჭამი, გადავწყვიტე იაფად გამოსულიყავი და მეჭამა კიდევ ერთხელ. მოკლედ 5 ევროთ, აი ეს რაღაცა 5 евро და რაღაც დამიჯდა. ამაში პროტეინია. მთელი დღე რო არ მიჭამე, აქ 2 პიცა დევს, აქაც პიცა რაღაცნაირად. 3 პიცა ვიყიდე ისე შია. ასე ვიტყვი, პიცა თუ ვაჭამე, ალბათ რა ვიცი, 80 ცენტიანი კაპიკი ამაგებაში. გადაწყვიტე ჩემ შემდეგ ლოკაციად უდინე ამეღო, რადგან იქ ერთი ჩემი მეგობარი მეგულებოდა. ჩვენში დარჩეს და ამდენი არ უნდა მეჭამა. ესეც დავაწერე, ანუ სველი ვარ მთლიანად, ყველაფერი სველი მაქვს. შინსებით, ფესაცველებით. ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ ეგ არაფერი. ჩვენ დავამტკიცებთ. რეკორდი უნდა მოვხსნა, მსოფლიო რეკორდი უნდა მოვხსნა და დამიწერეთ რა. რაღაცა მუღამი მაქვს რა, ის ცხოვრებაში, მაგრამ ცხოვრობ ერთხელ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ვიყო რაღაცაში. ხა კი ვარ, ბევრ ამაში ზოგადად, მაგრამ მსოფლიო მოთხ უნდა იცოდეს ბიჭო. Thank you very much. If you want to go Udine, no? Why you are other side? It was not right side? No.
და ჯერ საბედნიეროდ ეს ადამიანი იყო პაკისტანიდან და გზაში ერთად უყურებდით ჩემი პაკისტანის ვიდეოს. ნაუ იმენა ჯიგარი კაცია მომიყვანა ბოლომდე. აგერა რატისტა მომიყვანა. ბიჯო, როგორ ახლა? Bro. Thank you very much. I really appreciate. ეს თუ იცით ეს ვინ არის? უნდა გამაიყვანო. უნდა გამაიყვანო, გაიგე? მეგობრებო, ლაქშერი ცხოვრებას ვეჩვევი უკვე ნელ-ნელა. ძალიან მალე უნდა ვიყო იმ ლოკაციაზე, რომელიც შამიგდო ამბასადორ ბეთმა და უნდა მივაღწიო იქ, რათა არ ვიცი რა მოხდება მე იქ რომ მივაღწიო. აუ, ამდენი ხანი კაცი რო არ გიჭამია. იმენა. დრო მოვიდა. ჭამის მეგობრებო, საჭველია პირველი. ამდენ გუშინ წინ არ მიჭამია, გუშინ ჭამე ერთხელ, დღესაც ჭამე ერთხელ. შემოგევრეთ, ყველას. და უკვე ძალიან ცოტა გამაშორებდა ჩემ მიზნამდე. ამიტომაც გაუდექი ჩემ გზას. ახალი დღე, ახალი შემართებები მეგობრებო. რატივე ხა დამტოვა, რომ ავტოსტოპზე გავყვე გზას. ლუბლიანას კი სადაც ამბასადორ ბეთის ეს პინი მაქვს მონიშნული, სადაც უნდა მივიდე, იმიტომ რომ არ ვიცი, მივალ, ნახავ რა ხდება, როგორ ხდება. ძალიან ცხელა აქ. და კიდევ 2 საათი მაქვს სადღაც რომ ჩავიდე დანიშნულების ადგილზე და შევასრულო 4 დღეში 4 ქვეყანა $20. No Slovenia, no problem my friend, next time. აუ რა კაი იყო ძილი ნორმალურად, იცით მეგობრებო, მაგარ ხოძე ვარ. თა მაგრამ იხარია რომ დღეს, ანუ უნდა ჩავიდე ბოლო გასეინება. სლოვენია. შენთვის ღერი. სკაპრის ბოლოკეთი. სიმღერები არის ჩემი. TikTok ედიტორები მოგმართოთ, ჩემი სიმღერები ამოწერით, დადეთ და დარწმუნებული იყავით, რომ მალე ცნობილი არტისტი გავხდები თქვენი მეშვეობით. იმიტომ რომ ხალხმა უნდა გაიგოს რა მაგარი და რა ლამაზი ხმა მაქვს. ვიღაცამ გამიჩერა, ცოტა იქითკენ წავალ კიდე. Okay. George. Leo. Nice to meet you. Vacazione, sì. E sia in ero argesmis. Nima ჩემი არის მე იმის. ესე ვარ. Bye. Thank you. ხოდა როგორ იქნა? ჩამოვედი ლუბლიანაში. აქ ვარ უკვე. უბრალოდ ეხლა უნდა ვიარო კიდე რაღაც 10 წუთი და მივალ იმ დანიშნულების ადგილზე, რომელიც ამბასადორ ბეთმა გამომიგზავნა. მივაგდებ. ამბა მოვედით ბიჭო, ადლექი. მოვედით. ჩვენ აქ ვართ. და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ფული კიდე დამრჩა. მაგრამ ნუ ხო ეხა ერთი დღე ისე მოხდა რომ ვერ წავე ვერაფერი ვერ ვქენი და მეორე დღე საღამოს რატისთან რო დავრჩი. ეგრე გამოვიდა. თორე ეგ 8 ევროც გაიხარჯებოდა იქ ერთი დღე 4 ევრო. რას გადავერტყავდი და მეორე დღეს 4 ევრო. ანუ მიმოგზაურე 10-11 ევროთი აქ დაეწერება. ზუსტად რამდენი დავხარჯე? წაული ვარ რაჩი. 20 ევრო რაც მინდოდა საერთოდ. ცხოვრებაში ვაფშე არ გინდა ფული მეგობრებო. თავარია და კილოცა შვიდობით ჩამოსვას. ეს შენ. ჩვენ ადამიანებს ბავშვობიდან უამრავი ოცნებები და მიზნები გვაქვს. მაგრამ რაც დრო გადის, ხშირად ვივიწყებთ მათ. ვექცევით ჩარჩოებში, რომელიც თვითონვე დაუწესეთ საკუთარ თავს. გვინდა რაღაც სიგიჟეების გაკეთება, მაგრამ გვაშინებს ის თუ რა სიტყვიან სხვები. ის რომ საკმარისი ფული არ გვაქვს და მუდმივად ველოდებით იმ სწორ მომენტს, რომელიც შეიძლება არასოდეს მოვიდეს. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ თუ რაღაცა მართლა გულით გინდა, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. თავარია გაბედო და იმოქმედო. აი თუნდაც $20 დაიწყო მოგზაურობა და გააკეთო ის, რაც მთელი ცხოვრება გინდოდა. ცხოვრება მარტივია. თავარია შენ როგორ შეხედავ მას. და მთავარია ჯეროდეს.